რომ 4 რიცხვში რა პროცესია ჩემთვის გაუგებარია, იმიტომ რომ ყველამ ვიცით როგორ გაყავდა არჩევნები, ამაზე დაიდო კიდევაც ექსპერტების დასკვნა, ქალბატონმა ლილი ბეგიაშვილმა მოგეხსენებათ, რომ დადო მრავალტანიანი ნაშრომი დეტალურად, რომელიც აღწერს თუ რანაირად გაყავდა, როგორ გაყავდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შემდგომი პროცესი, თვითონ ქართული ოცნების შემდგომი ნაბიჯები იყო დასტური იმისა, რომ ეს გაყალბებული იყო. იმიტომ რომ მაშინ, როდესაც ასეთი პროტესტია, ამხელა წინააღმდეგობა მოიცავს სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე საზოგადოებას, დიასპორულ ჯგუფებს, ემიგრანტულ ჯგუფებს, რატომ არ იყო ეს კეთილი ნება, რომ ამხელა წინააღმდეგობის ფონზე ჩაანიშნულიყო ხელახალი არჩევნები. ცხადია, იმიტომ რომ გაყალბებული იყო ის არჩევნები და მთელი მათი პროცესი, ასე ვთქვათ, არის სიყალბე და აქედან გამომდინარე არის